პრაღის სტარემესტოს რაიონში ჰუსოვას ქუჩაზე ერთ-ერთი საინტერესო ინსტალაცია ფროიდის დაკიდული ქანდაკება, რომელიც ცნობილია როგორც მკურნალობა. ზიგმუნდ ფროიდის ეს სკულპტურა შექმნილია 1000. დევიდ ჩერნი ცნობილია თავისი არაორდინალური და სარკასტული ნამუშევრებით. ფროიდის სკულპტურიდან ფეხით 5 წუთის სავალზე ნოვემესტოს უბანშია დევიდ ჩერნის მეორე ინსტალაცია პეპლის ეფექტი. დევიდ ჩერნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ჩეხილოვანია. პრაღაში ჩერნის მრავალ პროვოკაციული და არატრადიციულ ნამუშევარს ნახავთ. მათგან გამოსარჩევია ჩერნის მცოცავი ჩვილები, რომლებიც 2000 წელს დამონტაჟდნენ ჟიშკოვის სატელევიზიო კოშკზე. კოშკი პრაღის ყველაზე მაღალი სტრუქტურაა და მისი სიმაღლე 216 მეტრს აღწევს. ჩვილის სკულპტურები თითქოს ჟიშკოვის კოშკზე ცოცავენ და თითოეული დამთვალიერებისთვის სხვადასხვა ემოციას და აზრს იწვევენ. ასევეა ჩერნის სხვა ნამუშევრებიც. ის მდებარეობს ფრანც კაფკას მუზეუმის წინ, პრაღაში. ის მოიცავს ორ ბრინჯაოს მამაკაცის ფიგურას, რომლებიც შარდავენ პატარა აუზში, რომელსაც ჩეხეთის რუკის ფორმა აქვს. ეს სკულპტურა წარმოადგენს ჩეხეთის მფარველის ვაცლავის არატრადიციულ გამოსახულებას. ვაცლავი იყო ბოჰემიის ჰერცოგი მე-10 საუკუნეში და დღეისათვის ჩეხეთის ეროვნული და რელიგიური ფიგურაა. ჩერნის ვერსიაში ვაცლავი ზის გადმობრუნებულ მკვდარ ცხენზე. სკულპტურა ლუცერნას სასახლის ჭერზეა ჩამოკიდებული. ეს ინსტალაცია წარმოადგენს ფრანც კაფკას 11 მეტრიან მბრუნავ თავს, რომელიც შედგება 52 მოძრავი ფენისგან. მექანიზმის მეშვეობით ფენები ბრუნავენ და ქმნიან კაფკას სახის სხვადასხვა კონფიგურაციას. ეს ნამუშევარი მდებარეობს ნოვემესტოს უბანში.